გამარჯობა, მოვედი. დაიცადეთ, ეხავე მოვალ, ხლათან მოვედი. მე დიდად არ მიყვარს გამარჯობა ხალხო და დაჯერანა დასკამდი. მე დიდად არ მიყვარს ხოლმე რომ ისა ლაკი რო წავისვა რა, ვიდეოს რო ვიყევ. არა, ეხლა ისევ სისულელეს გავაკეთებ რო წავისვა, იმიტომ რომ მერე უნდა ვიბანაო, აბა რა აზრი აქვს. გავიდეს, როგორც ავარ ვარ, ისა თან მიმდევრობით ნანა, ნელა. ხალხებო, მოვაბრუნო. ეხლა ეს ფერი აღარ შემეფერება, მაგრამ ესადებს საქმე. ხალხო, ტრადიციას ხო არ დავარღვევთ, ტრადიციას და ინოჩენტემ სიმღერა რო დადო, მეც მოვედი ვიდეოთი, თან მეცინებოდა რომ ნინო მიწერდა ხოლმე რომ აბა ინოჩენტემ სიმღერა დადო და ნანაც მოვაო, მაგრამ ეხლა ეთყობა არ მელოდებოდით და მაინც მოვედი. რა ხდება ხალხებო? აი, კაბა. საშინაო კაბებს რო ვეძებ და დავდივარ ვითომ უნდა ვიყიდო და ეხლა არ მოსულა დღესაც. ამ ზალანდობა სულ გაგიჟდა სუაურია. არ მოსულა, რა ვიცი. არა მაგ. აიღე და ჩაიცვი რა. არც ვიცი რა ვიცი. შარშან ვიყიდე თუ არ ამცმია. ფაქტი ისაა რომ არ ამცმია. შეიძლება თქვენ გახსოვთ. ხო და ეხლა რის თქმა მინდა? ცხვირი მეფხანება, ცხვირი რო გეფხანებაო, ან დალევო და ანაო და მუშტი მოგხვდებაო. ჩვენთან ეგრე იტყვიან ხოლმე და ამ შემთხვევაში მუშტი არ მომხვდება, ამცდება. საღამოზე მივდივართ დასალევა. არ გაიჟვაჭები დალევა. პიცაზე. გაიცავთ. გეტყვით, ეხლა რატო ვარ სახლში და რატო მოვედი უბრალოდ ვიდეოთი, იმიტომ რომ არ უნდა გავიდეთ დღეს საღამოთი, არა გვაქვს გასვლა ბოდიშით რა ხალხო, აი როგორ მეჯავრებათ, აიწყებენ თვალების ჩიჩქონას ამას და იგივეს ვაკეთებ. აი რო ადამიანმა სხვისი რაღაცა რო არ მოგწონს, ზუსტად იმას აკეთებ, მე არა და სხვას აკრიტიკებ. ჩემ თავზე საუბრობ პირველ რიგში და მე ყველაზე. არ გავსულვართ გარეთ. დილას გავედით, გვერდზე ქალაქში წავედით, ხილბოსტანი ვიყიდეთ. ხილბოსტანი უფრო ხილი ვიდრე ბოსტანი, ხო და ისა ხილბოსტანი, ბოსტრეული და ისა მოვედით. მე აქ მაინც გავედი, ჩავედი ბარში, ყავდავლი ტერეზას გოგო მოვიკითხე, რაცა პრობლემები ქონდა, გუშინ შესიებული იყო და მაინტერესებდა იმიტომაც ჩავედი უფრო და მოვედი. ვისადილეთ და წავწექი მე წავედი, ინოჩენტემ სიმღერა დადო და მე წავედი და დამეძინა. აი, რანაირად რომ მეთყვით ხოლმე, ვინც მეთყვით რომ დატოვე რა, ჩემიანებიც მეუბნებიან, ჩემი ახლობლები იდეი და ჩემი დატოვე, შენი ქმარი ერთი კვირა რა მოუვა და ჩამოდიო. არაფერი არ მოუვა და არ მოკვდება ალბათ, იმედია, მაგრამ ეხლა უყურე შენ, ეცვა სახლის ისინი. პიჟამოები თუ რა დავარქვა, სპორტულებიც არ არის, პიჟამოები რაც არის, ხო? სახლში ჩასაცმელი ისა, ზედაქვედათა. რა ვიცი, მე წავწექი და დამეძინა. ეგ მერე როდის დაწვა, როდის ისაკნა არ ვიცი, მე რო ავდექი ტელეფონი რეკავდა ავდექი მაგაზე და მე ადგა ეგ და მეუბნება რომ ნანაო შიგნიდან მაისური არ მაცვიაო, აი, მაიკა რო ქვია ჩვენებურად და ისა მომეციო. რატო მეთქი და ცოტა ის ქონდაო, გავიუფლეო და გავიხადეო და პიჟამო გამოუცვლია. იმიტომ რომ იქვე იდო დაკეცილი სკამზე თავთან, ხო და მაისურები დაკეცილი მილიონობით რაოდენობისა ყველა ადევს კომოდი, რომელიც ადგა პირდაპირ საწოლთან, ანუ თან მაგის მხარეს, ჩემ მხარეს კი არა, მაგის მხარეს საწოლთან ადგა კომოდი, რომელიც იცის რომ მესამე უჯრა უნდა გამოხსნას და იქ არის ვერ იპოვა, ვერ ანახა, როგორც კი გახსნი, ახეთ მხარეს პიჟამოები დევს, მერე ასეთ სახლებიებ და მერე უსახელო ბრეტელებიანი მაიკები. არ უნდა და არაფერს ძებნა. და იჯდა ეგრე. ხო და მეთყვით მერე რო ისაო. მარტო კარა უჭირსო რა, არა მოუვაო. არაფერი არ მოუვა, მაგრამ გაბეჭავდება, გასაცოდავდება. ჩემი ბრალია, მე გავაფუჭე.
ვაღიარებ უნდა აღიარო ადამიანმა. ეხლა რაც შეეხება კომენტარებს, თქვენ გენაცვალეთ. ჩემო ხალხო, ინოცენტეს ვეუბნებოდი, რა კარგი ხალხი მყავს და რა კარგი გამომწერები მყავს მეთქი. აი გულიანი და გულშემატკივარი და ჯიგრიანი და რავი როგორ გითხრან, დინო გერმანიის არა, ამერიკიდან გოგო მიწერს, რომ ნანა აქ არისო, ეყოლიო და მე გამოგიგზავნიო, სად გამოგიგზავნო მითხარიო. გენაცვალე თქვენ, რა ვიცი, როგორ მოგმართო, მინა ამერიკაშია. სად აღარ არის გულიანი და ჯიგრიანი ქართველი, ყველგან არის, უარგისიც ყველგან არის, რამდენიც გინდა და კარგი კიდე რამდენიც გინდა. ხო და ამერიკიდან მეუბნეო და თელი ნახევარი დღე გაღიმებული დავდიოდი, იმდენად ის იყო, რომ თურქების მაღაზიებში იყიდებაო, ეყოლიო ამერიკაშიო და გამოგიგზავნიო. რას ამბობ, ნინო, ამერიკიდან ყველი კარგი და ჩათვალე, რომ კიდეც გამომიგზავნე უდიდესი პატივი მეცი მაგ სიტყვებისთვის. დიდი მადლობა ყველას. საფრანგეთშიც მეპატიჟებიან თუ ჩამოხვალო, თუ გამოკლევს გადაწყვეტაო. ნინო გერმანიაში, არა ნინო გერმანიაში რო არ წამოვალ, ვერა რა და არა, ჯერ თუ ისე გადადებული გავხდები საფრანგეთში წავალ ალბათ, მაგრამ ყველას ძალიან დიდი მადლობა. და მაგრები ხართ რა. ეხლა რაც შეეხება მოვედი მე ჩემი მაჩვენეო, ეთყობა ვინც დამიწერა მაჩვენეო, აქ არის, აქ twins ხართ. MD არის ესეთი დისკაუნტები. თელ იტალიაში აქ სუპერმარკეტების ქსელი ზოგი სამხრეთშია, ჩრდილოეთში არ არის, ზოგი იქ არის, აქ არ არის. არის ეგეთი ქსელები, რომ ყველგან არ არის და ეს MD მე მგონი ყველგან არის. არ ვიცი 60 და რაღაცა მარკეტ მოკლედ რა არ ვიცი რეკლამაში ეგრეა ხოლმე. ხო და აი ეს არის ხალხო. რომელი მხრიდან გაჩვენებთ არ ვიცი. აჰა, იქიდან აჩვენე. გრეტა ქვია, გრეტა, ასე აწერია, გრეტა. ხო და ეხლა ამოვიღებ და გაჩვენებთ როგორცა. სად იყიდეო და რა ღირდაო? რა ღირდა ეხლა ზუსტად რო გითხრათ 800 გრამი ყველია შიგო. ანუ თლიანი კილო ნახევარია თავის წყალი ჩვენ, მაგრამ სუფთა წონა 800 გრამიაო და ესა გონი რო ღირდა 6.99 არ მახსოვს ხალხო. აი ან 6 ან 7 ევრო. ფასდაკლებით. სრული ფასი არ ვიცი რამდენი აქვს. ნუ დიდი ბევრი აღარ იქნება. ხო და ეხლა ამოვიღებ და გაჩვენებთ რაცა. ეს არ მინდა რამე დავსვარო და ეს თასი იმიტომ წამოვიღე. აი ესეთი ყველი დევს შიგა. აი ესეთია. და რო გაჭრი ახლა დანა არ წამოვიღე კიდე. თქვენი ხათრით გავხეჩავ კიდეც. შიგნიდანაც არის ჩვეულებრივი იმერული ყველი. ესეთია. გვაჩვენეო და გაჩვენეთ. ეხლა მე ამდენს ალბათ ვერ მოვერევი, არ მინდა რომ ან მარილიანი ის არის წართხი აქვს მარილიანი. ხო და ეს ამოვიშორეთ. მაცივარში არ მიდგა, ერთი კვირა გარეთ დგა, არაფერი არ მოსულია. წეღან მივირთვი ერთი ნაჭერი მოხარშულ კარტოფილთან ერთად და კიტრთან. ხო და რავი გაჩვენეთ და თუ ვინმე ეს იპოვით, შეიძლება არ მინახე არასოდეს, მაგრამ ნახეთ მაინც ლიდლში თუ იქნება, არ ვიცი, ნახეთ. ვინც ლიდლთან ახლო ხართ, შეგიძლიათ ნახოთ და მოძებნოთ გრეტა და იცომეთ გრეტა. ხო და ეგრე გითხარით ეგა. ეხლა რაც შეეხება ერთი სიტყვით, ის რომ ინოჩენტემ სიმღერა დადო და მეგობრულად რო უნდა წავიდეთ და მოусმინოთ და გავახაროთ, ეგ ხო გითხარით უკვე და დაგღალებთ, მაგრამ იმდენად მინდა რომ კონდეს მოსმენები, იმდენად მინდა რომ თუ რამე შემიძლია მივეხმარო ჩემ ქმარს. რომ იმიტომ თქვენ გაწუხებთ რა, მოკლედ სიმართლეს გაუმარჯოს. ხო და ეგრე.
მე მომწონს ეგ სიმღერა და რა ვიცი ხა თქვენ მოგეწონებათ ალბათ. ცოტა ერთი ორჯერ მოусმინეთ და ყური მიეჩვევა და მე მოგეწონება. ხუმრობ ამას რა თქმა უნდა. მე რაღაცა რო არ მომწონს ხოლმე, აი გინდათ საკვები რაღაცას რო დააგემოვნებ თავიდან, აი მიდიები მაგალითად წლები იყო რომ მე ვერც კი გავსინჯავდი, არ შემეცვა. ვერანაირად და ჩემი მეუბნებდნენ არა მაგრამ ესე არა ვერანაირად ვერ გავსინჯავ, არ შემიძლია, არ ავჭამდი. და 8 ფეხაც და მიდიებით რესტორანში გავსინჯე და იქიდან შემიყვარდა. შემიყვარდა ახლა რო გითხრათ რომ ვაიმე ხინკალს ჩაქაფულს და ჩვენებურ ნებისმიერ საჭმელს მირჩევნია? არა, არ მირჩევნია, მაგრამ სიამოვნებით მივირთმევ, მომწონს. მიდიები უმი არ არა, უმს არც ახლა არ ავჭამ, მაგრამ უმს ჩემი ხარიცერიდება. აი გრატინატი ქვია, დაფქული სუხარი მოყრილი, წვრილი, ნიორი წვრილად ცოტათი მოჭრილი, ზეთი და ღუმელში გამოტარებული 2-3 წუთი, მასეთი მიყვარს. და 8 ფეხა კიდე სალათი მიყვარს 8 ფეხისა, მოხარშული, მერე დაჭრილი და ძმარი ნიორი არა. 8 ფეხას ნიორი არა. ძმარი, ზეთი და ოხრახუში ცოტა. ეგ არის. ეგეც რესტორანში გავსინჯე პირველად, იქ რა ვიცი ხალხში რატომ მომინდა გასინჯვა. არა, 8 ფეხა რო გავსინჯე მარტო ჩვენ ვიყავით. ნუ ეგრე გადახვევა იყო ლირიული თუ ლირიკული რავი როგორი რაღაცა გადახვევა. რა შეიძლება ეხა საღამოთი? ეხლა არის 6 ხდება და მოვასწრებ უნდა ვიბანაო. ალბათ ეგრე 9-9-ისკენ გავალთ. აქ პიცაზე საღამოს გვიან უნდა გახვიდე, იმიტომ რომ ადრე თუ გახვედი და 8-ზე თუ უკვე რესტორანში მიხვედი, პირველი პიცები შეგხვდება, ანუ ახალი ანთებული ცეცხლი როცა სადაც ცეცხლზე კეთდება თორე ხა ელექტროღუმელში არ დავდივართ მასეთ პიცერიებში, იმიტომ რომ თუ ელექტროღუმელის პიცა უნდა ვჭამო, სახში გავაკეთებ და შევჭამ ჩემ გემოზე. ეგ არ მინდა. პიცერიაში ისე მივდივართ რესტორანში ხოლმე, სადაც ცეცხლზე კეთდება, იმიტომ რომ იმას სხვა გემო. ხო და თუ ადრე მიხვალ და ახალი ანთებულია ცეცხლი, არა? ცოტა არ იყოს ან დამწვარი პიცა მოგივა, ან უმი. და ასე ცოტა გვიან რო უნდა მიხვიდეთ 9-ზე 9-ის მერე რომ კარგი ტემპერატურაა და კაი პიცა შეგხვდება. ხო და საღამოზე მივდივართ, არავინ არ დაგვპატიჟა, ჩვენ ვეპატიჟებით. ინოჩეტეს მეგობარი ოჯახი, ახალგაზრდა ოჯახი რო არის, აი სუფრაზე რო ვიყავ, რა ქვია მაგას, პირველ ზიარების სუფრაზე რო ვიყავით მაისში თუ როდის იყო აპრილში, არ მახსოვს. ეგ იმიტომ რომ გასაღებს ვუტოვებთ ხოლმე დასასვენებლად რომ მივდივართ, სახლის გასაღებს ვუტოვებთ, მაგბიჭს და მერე რო ჩამოვდივართ, ნუ პატარები რო იყვნენ ბავშვები, საჩუქრები ჩამოგქონდა ხოლმე ბავშვებს. ეხა დიდი გოგოები არიან და მე მაგათ საჩუქრები გონზე არა ვარ, რა უნდათ რა მოწონთ. ხო და ვეპატიჟებით რო ჩამოვალთ ხოლმე, ყოველთვის ტრადიციაა, რომ მე ვეპატიჟებით გავდივართ ერთად რესტორანში, პიცერიაში. და ესა, საღამოზე გვაქვს ეგდღი. ხო და ეხლა მოვედი ერთი რატო რომ ეს ყველი გაჩვენოთ. მეორე ის რომ 1-2 კომენტარი დაიწერა, რომელმაც ძალიან გულზე მომხვდა. ჯერ ადრეც დაიწერა ერთი კომენტარი და არ წავუყრო, უბრალოდ გამომრჩა რაღაცნაირად, რომ ექიმაო გამოკვლევებზე დამიებარაო და წელიწადი არ მივედიო. ეხლა მეორე დაიწერა ეხლა რომ ისო ჩავაბარეო ისინიო ანალიზებიო და თვენახევარი უნდა დაალოდაო. რა არის ეგეთი ანალიზები? ან სადახართ არ ვიცი საქართველოში თუ სადა არ ვიცი, მაგრამ რაც უნდა მამოგრაფიას თუ მკერდზეა საუბარი თუ სხვაგან არ ვიცი, მაგდენი ხანილოდინი რაც უნდა ისა ჰისტოლოგიასაც არ უნდა და ჰისტოლოგია კიდე ოპერაციამდე არ აკეთდება, კეთდება ციტოლოგია, რომელიც რამდენიმე საათში მზად არის პასუხი. არ ვიცი რა ანალიზები ჩააბარეთ, იმედი არისო რომ ძალიან ცუდი პასუხი არ იქნებაო და მკურნალობას დაექვემ ჯერ ერთი, შეიძლება სულ არაფერი არ იყოს წინასწარ გულს ნუ გაიხეთქათ, მაგრამ ხო, ეგეც დაიცა ყველა მერე მაგნაირი ყველას ერთად უნდა უპასუხო. ეგ იყო
მკურნალობას დაემქვეყნდებარებაო და მოკლედ ჯერ მაგას უპასუხებ. როგორც მივხვდი და ოპერაცია არ უნდა, ხალხო? ხო, და კიდე ერთი იყო, აქ არის ეს გოგო, მე მგონი სოფია, არ ვიცი, სოფი. თუ ცუდად თუ სწორედ მახსოვს, აქ ახარ თუ სხვა სოფია, არ ვიცი, მოკლედ რა ხალხო, შეიძლება ეხა სახელი არ ხონ მარტო სახელი რო წერია, შეიძლება შევწდე ხოლმე, მაგრამ სახელი მახსოვს. და პირიქითო ყველაფერზე უმეშინიაო, სულო იმის შიში მაქვს რაღაცაო, ექიმებთან დავდივარო გამოკვლევებზეო და არაფერი არ ამჭირსო და ნევროზი მაქვს და ესა. აბა ეხლა, აი მაგაზე არ გამაბრაზო სოფი, არ გამაბრაზო და არ გამაგიჟო. როგორ შეიძლება მაგ ნერვოს საყე? ძალიან ცუდი რამეა. მაგან თუ აგიყოლია, მართალი ხარ, სიმსივნეზე უარესია. არაფრით არ უნდა აყო მაგ. მე ეგ ნევროთელა ეხლა ნევროზი არ იყო, 17 წლისა ვიყავი, 17-18. მუშაობდი ვოლგოგრადში საავადმყოფოში სანიტრად. ავიჩემე ბატონო, ჯერ ერთთან თერაპევტთან მივედი. თერაპევტმა უიო შემხედა ისო ჭარბი წონა გაქო ენდოკრინოლოგთან ატვამდი ხარ. რა ვიცი არ მინდა მეთქი. თუ გონი ჭიყვი გაქო. ახლა გავქანდი ენდოკრინოლოგთან, ენდოკრინოლოგმა ანალიზებზე გამიშვა, არა მქონდა ჭიყვი. მერე იმან მაინც ჭარბი წონა გაქო, იმას გაესინჯო, იმასთან გამიშვა, ამან იმას გაესინჯო, იმან ეხოზე გამიშვა, ამან კარდიოგრამა აუცილებლად უნდა გაიკეთოვო. ხო და დავრბოდი ეს იმასავით აჭენებული ურიგოდ შევდიოდი ყველასთან ჩემს ავადმყოფოშივე და ისე კარგად მახსოვს ალექსეი ერქვა იმ ექიმს, ახალგაზრდა იყო და თან ძალიან კარგი მშობლებიც ექიმები ყავდა და კარგი ბიჭი იყო რა. მაშინ ჩემთვის მამაკაცი იყო, მაგრამ ეხლა ახალგაზრდა ბიჭი იყო. იმან გადამხვია ხელი კალიდორში ისე კარგად მახსოვს ჩვენ განყოფილებაში და მითხრა, ნანაო, ერთი კარგი რჩევა გინდაო, ხოლმე. ექიმებთან სიარულს თავი დაანებო. აბა ეს რომ ტკივა და აბა აი რევმატიზმები რომ აქვს. გამარჯობა ინოჩენტე. Apeste finita. Appena cominciato è già finita. È saltata. Come è saltata? La chiude. Del venerdì. Ui, pensavo sulla tua canzone stavo pensando. Che me ne frega a me? Ah, vabbè. Più appena finisce. Mi sto scorgendo i risati. Vabbè, qual è il problema? Qua stiamo noi. Perché? Dove è andato? Madonna. Guarda, io devo spostare il carro e mi dici che devi andare là. Secondo te venerdì sarà? Secondo te? La prossima settimana. გადაიდო ხალხო რესტორანიო, გამოვიდე და ყველისისა ფესტავალს დღესასწაული დამთავრდა და რა თქმა ვიფიქრე, ან სიმღერა დაუბლოკეს, რა მოხდა, გაოცებული უყურებდი და არაო დამირეკავი მეგობარმა. სამუშაო აქ ისეთი ხალხო რო აი დღე და ღამე აქ ამბიც გასწორებული და დამირეკავ ეხლა და დამკრძალო ბიუროში მუშაობს ოღონდ ერთგან კი არა, ჩვენ ქალაქში ორგან სასაფლაოზეც მუშაობს დამკრძალო ბიუროშიც და ორ სხვა ქალაქშიც მუშაობს, ისე რომ რა დროს დაურეკავენ და რა დროს გამოჩნდება უცბად საქმე და დაკავდება, კაცი ვერ გაიგებს და ეხა დაურეკია და ისაო გამოვიდა და იმას მეუბნებოდა რომ არ არის დღესაო, დღესასწაული ფესტა არ არის დღესო, გადაიდო. რა გადაიდო, ვერ მივხვდი, ვერაფერს ვერ მივხვდი. პარასკევსო დაურეკია რომ არამცალიაო, არაფერს ვერ მივიცალიო და აი ამ დღეში არის მაგის ცოლი. და ხან ვამტყუნებ და ხან ვამართლებ, იმიტომ რომ თვითონ ცოლი ძალიან წუწუნებს, რომ იქ მინდა წასვლა ვერ წამომყვება, აქ მინდა ვერ მომყვება, დასასვენებლად ვერ მივდივარ, ზღვაზე მინდა შაბათ-კვირა და არ მომდევს მარტო მიდის შვილებთან და ეს ცოლი მაგას ჩივის, რომ არ არის ქმარი და მე უთხარი, რომ არჩევანი შენზეა მეთქი. გინდა ის ძალიან ბევრ ფულს აკეთებს, ხო და გინდა რომ შემოიტანოს შენმა ქმარმა ეს ამდენი და ყველაფრად უზრუნველყოფილი იყო და არა ნებისმიერი სურვილის შესრულება შენთვის პრობლემა არ არის, ეგ გირჩევნია თუ მოზომილად და მოჭრილი გქონდეს
ეგეთ შეუძლია მეოთხარი შენ გადაწყვეტე მეთქი და აეთყობა მაინც ფული ურჩევნია კი წუწუნებს. ხო და მოკლედ რესტორანში ახარ მივდივარ, შენ გაიხარი ახლა წდარათა ვარ შვიდათ ეხლა თქვენთან ვიდეოს დავასრულებ. სხვა კაბას გადავიცო, გავალ მე ყავას დავლევ, ცოტას გავისერნიმ და მოვალ. რა პრობლემა არის? არ ვაქვი მე მაგით პრობლემებს ხალხო. თან აი ეს პრიგოლკა რომ მიკეთია, აქ ერთის გასყდა კოჟოში რომ აქ რა, ნუ და რა ვიცი რა გაინტერესებთ, მაგრამ ეგეც ხათაბალები არ მელება. ეგ არავინ ჩვენი საქმე გადახვა, ეგ გამაბა მაგისტრალია. გაუბრუნდები ისევ იმას. არ დამავიწყო სადაც ვიყავი, ჩემმა ექიმა რომ მითხრა, ნანა, მე კიდე მაინც ჩემსას ვაწვევი, არა, აი რევმატიული ვარ და გულზე მაქვს გადასული, რომ გადამივიდეს და გულს ხომ მიხედო. მითხრა, გაანებე თავი ექიმებთან სირბილს. უბრალოდ წონას უყურე და მთელი სიცოცხლე ვერ უყურე მე ამ წონას. აკონტროლე საკვებიო, მითხრა, ეგ დამცინა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ხიზილალა მოქონდათ ხოლმე 9 ლიტრიანი კილებით. ჩვენი სამზარეულოს ქმარი თუ ბიჭი აბიდიოდა სათევზაოდ ხოლმე ვოლგაზე და მე ის ხიზილალას ყიდიდნენ 9 ლიტრიანი კილა ღირდა 35 მანეთი და მე ვყიდულობდი ხოლმე ხან ერთ ხან ორს და დიდი სადილის კოვზით მივირთმევდი ამ ახალ ხიზილალას. ხო და მითხრა ხიზილალის ჭამას და მოუკელიო. დამცინა. ხო და დაანები ექიმებთან უკვე დამინახეს, იმიტომ რომ სუქაღალდებით დავრბოდი წინ და უკან, სულ იქ უნდა წავიდე, აქ უნდა წავიდე, სულ ახლა ხო მეუბნებოდი ექიმებს, ხო და ნევროპათოლოგიურში მუშაობდი, ხალხო და ნევროლოგი იყო ეს ადამიანი, ესმოდა ტვინში რაც ახდებოდა და ღმერთმა უშველოს მაშინ რომ მაგარ ესე მითხრა, ამხელა ქალი ვარ, ეხლა რამდენი წლის წინანდელ ამბავს გეუბნებით და ავი დაანებიო მითხრა, არ გინდაო, თუ არა გაქვს ისეთი უკიდურესი მდგომარეობა და რაღაცა ისეთი რომ სერიოზული ვისასვლელი იყო ექიმთანო, არ გინდაო, არც კონტროლის ანალიზები, არც ის და იმდენად ჩამეჭიდა ეგ ამბავი რომ დღემდე ისე მოვდივარ, ხო არიან ადამიანები რომ წელიწადში ერთხელ ორჯერ სისხლის ანალიზი კონ, მე არაფერს არ ვაკეთებ, აქამდე ესე მოვედი. ღმერთს მადლობით, ყოველთვის დროულად ვიჭერ რაღაცა დაავადება, რაც გამოთხრება და მაშინვე ოპერაცია და იმიჯანი. ხო და მაგის თქმა მინდა იმ ნევროსთან დაკავშირებით. მაგას თუ აყევი, თუ ყოველ წუთში შენ თავს დაუწყე კონტროლი, ეხლა რა მტკივა, ეხლა კუჭი მტკივა, ეხლა თირკმელი მტკივა. ყველაფერი უნდა სტკიოდეს და ყველაფერი გაივლის, მოვა, რაღაცა მივირთვით ისეთი, რაღაცა გაღიზიანდა, ნაღველი აქ ტკივდა, არ არის პრობლემა, გაივლის ორ დღეში. შეგცივდა ცოტა რაღაცა, თირკმელი აქ ტკივდა, გაივლის. შარდის ბუშტი, მაგას ნუ დაუწყებ ყურებას, პირადად მოგმართავ, თუ რამე მე კი ვთვლი რომ ადამიანმა თუ თავის თავს თვითონ აი ჩემად დამიცის ხოლმე კარგი საუბარი მაგ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის რომ ჩემი ძმას ჰქონდა ნევროზული რაღაცა დაწყებული, ძალიან ახალგაზრდა იყო, ის ცუდი პერიოდი დაემთხვა ჩემი ძმის ახალგაზრდულ პერიოდს, ცუდი 90-იანები და დეპრესიისკენ წაიღო და მთელი დღე შეიძლება დივანზე წოლილიყო და არც გადმობრუნებულიყო და არაფერი არ ეკეთებინა. ხო და ყოველთვის იტყვის ხოლმე. პირველი საშველი არის შენი საკუთარი თავი. თქვენ არავინ აი განაადვილია, მე ვიცი პასუხი, ნებისმიერი დეპრესიული და ნევროზული, რასაც გიპასუხებს, აი იცი რა ძნელია განაადვილია, ვიცი. მე შეიძლება კიდე იმის ნახევარი არ ვილაპარაკო, რაც გამოვლილი მაქვს, ან რაც ვიცი და ასე შემდეგ. ვიცი, არავინ არ გეუბნება, რომ ადვილია. მაგრამ ეს იწყება ყოველი გაღვიძებიდან და ყოველი დაძინებიდან შენ თავსთან საუბარი. ეს იწყება მაგით. იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ ახურადო ყველაფრის ნერვოზი არსებობს ხალხო. კუჭლაზღავის ნერვოზიც არსებობს, გულის ნერვოზიც არსებობს, თავის ნერვოზიც არსებობს. ანუ ციკლები რაღაცა ორგანოზე, რომ ისე ტკივა და იმან უნდა მოგკლას. ხო და პირველ რიგში იწყება საკუთარ თავთან. ექიმებთან სირბილის მაგივრად საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდე შიგნიდან და როგორც რა ვთქვა, მესამე პირი ისე ესაუბრო. ანუ
შენ თავს აუხსნა, არა დააჯერო სხვა რამეა. ის რომ უნდა ჩაქუჩი ურტყა და რამე დაიჯერო, ეგ ძალიან ცუდი რამეა. ეგ სარკესთან რომ დადგებიან და რო ხედავ რომ მახინჯი ხარ და არა შენ ლამაზი ხარ, შენ ყველაზე ეგეთი რამეები არ ამჯერა ხალხო. სარკესთან რომ დადგები, ის კი არ უნდა მე ყველაზე ლამაზი ვარ, მე ყველაზე კარგი ვარ, ეგ არ ამჯერა, ეგ დიდი ხანი ვერ გასტანს. იქ რომ ხედავ რომ არც ყველაზე ლამაზი არა ვარ და არ ჩამოსხმული ცხვირპირი არა მაქვს და არ დახატული არაფერი. უბრალოდ უნდა უთხრა, რა ხედე მე ასეთი ვარ, როგორიც ვარ და მე ვარ საუკეთესო ჩემი თავისთვის. რა უნდა ამას? ის რომ მე მაინც ვიღაცა გეტყვის რომ ვაიმე შემახინჯოო და რასაგევხარო და ძალიან გეწყინება და გეტყე არა მე საუკეთესო ვარ, ეგეთი რამეები. ძალიან ბევრი ის არის ცრუ ქადაგებლები არიან ამ სივრცეებში საერთოდ ეხლა მით უმეტეს ხო და ძალიან ის არის გამოარჩიო ცოტა ტორმუზები. ასე რომ საკუთარ თავთან საუბარი და არ ვამბობ დარწმუნო არა აუხსნა. და ეს ერთხელ რო აუხსნი არ ეყოფა, იმიტომ რომ ეს თუ წლებია დაგროვებული და ამას დიდი ბრძოლა უნდა. მაგრამ ის რომ ექიმებთან ირბინო, პირველ რიგში შენ თავს უნდა აუხსნა, რომ იცი რა, ნანა, ექიმებთან რომ დარბიხარ, ეგ არ გიშველის. უბრალოდ შენ თავს უნდა კითხვა, აბა ეხლა მართლა მტკივა მეჩვენება, როგორ ვარ, როგორ არა. მოდი აბა ეხლა გავერთობი, მოდი იქით გავილი, მოდი აბა ამას გავაკეთებ, მოდი ამას ვიზავ, რამენაირად. უნდა იპოვო ხსნა, ანუ მეთოდი, რომელიც მოგერგება, ყველას ერთი არ ერგება. ისევე როგორც ახლა დიეტებზე და იმაზე გახდომაზე არის ატეხილი და კალორიული დეფიციტი, აქამდე ეს 18 საათიან მე შიმშილმა გადალეკა ყველა. ეხლა კალორიული დეფიციტია მოდაში და ჰაი და ხუა. კალორიული დეფიციტი რო გაგიგიათ ხალხო, არც ეგ არ არის მოჭრილი ყველასთვის ერთნაირი. ყველას ერთი ცხოვრების სტილი და ტიპი და აღნაგობა და დასაკლები წონა ერთნაირი ხო არა აქვს, რანაირად უჭრი რომ ყველას უნდა 1400 კალორია. არა. ზოგს უნდა 1200 რომ დაიკლოს, ზოგს 1800 რომ დაიკლოს. მასე არ არის, აი მე ესეთი მწოდნე ვარ და აი ზოგი ფსიქოლოგი გამოვიდა და ზოგი ეს გამოხტა და ზოგი. რა თქმა უნდა, ფულის გაკეთების ბევრნაირი მეთოდი არსებობს. მე ვამბობ სიტყვა გაკეთების. ფულის გაკეთება არის ის, რომ ვიღაცა აუცილებლად რჩება გაცურებული, ცუდი სიტყვაა, მოტყუებას არ ვიტყვი, მაგრამ გაცურებული ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ფულის გაკეთება და ფულის გამომუშავება ორი სხვადასხვა რამეა, სხვადასხვა რამეა. ხო და აი როცა ფულის გაკეთებაზეა, კი ბატონო, ბევრი მეთოდები არსებობს ამისი, ძალიან ბევრი, ის რომ ფსიქოლოგი ფულს აკეთებს, რომელმაც 10 წელი ისწავლა, მაგისტრატურა გაიარა, იმდენი წიგნები წაიკითხა, ეგ არ არის ფულის გაკეთება, ეგ არის გამომუშავება და არ არის ეგ ფულის შოვნა, ეგ არის ფულის გამომუშავება და ის თავის პროფესიას და ისე შარლატანები რო ზოგი რას, ისევე როგორც ექიმბაშები, ისე ძალიან ბევრი რამე ვაიმე, ეხლა მაგას შორს წამოყვანს ეგ ამბავი არ მინდა რა. ხო და იმის თქმა მინდა რომ უნდა იპოვოთ ის მეთოდი, რომელიც თქვენ გიშველით. ეს იქნება გარეთცერნობა, ეს იქნება შევთანხმდა საუბარი, ეს იქნება მუსიკის მოსმენა, ეს იქნება წიგნის წაკითხვა. რაც მოგიხდება რომ გადაგატანინოს ვინმესთან საუბარი, რამე უნდა იპოვო რაც გშველის. რამე არ არის ეს მოჭრილი რომ ერთს იმას ის უშველა და მეორესაც ის იქნება და ასე არა. ის უნდა იპოვო რაც გადაგატანინებს, ანუ პირველი შენი თავი. ეგა მეორე მაგას მორჩებ ცოტა ხანი ეგ იმხელა თემაა რომ რამდენიც კიდე ნევროზი ხო იცით ყველაზე დამანგრეველია, აბსოლუტურად გაკარგვინებს შენ ცხოვრებას, შენ თავს. მთელი ცხოვრება გვერდზე ჩაგივლის, იმიტომ რომ ნევროზს ვერ მოერიე და დეპრესიას და რასაც კიდე დაუძახო. ძალიან ცუდია. ანტიდეპრესანტები, რა თქმა უნდა, შველის, გაგახალისებს და დადიხარ გაღიმებული ძალიან ბევრი მთელი ცხოვრება სვავს და მეტი გზა არ არის. მაგრამ მე მყავს ახლობელი, რომელმაც შეძლო ჯერ ერთი თვე ინტენსიურად სვა, მეორე თვე მერე ცოტა მოუკლო, 3 თვეში ანტიდეპრესანტებით გამოძვრა.
ისევ თუ არ ეცადე და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდზე მდგომს და გარემოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად გეხმარებიან. არა იმით რომ ყოველ წუთში გახსენონ, არა. მოკლედ, ვაიმე ძალიან ბევრი ის არის საუბარი, მაგრამ რაც შეეხება ახლა ონკოლოგიურს, ვიცი რომ არ ბევრი დაგღალეთ შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემზე არ ვსაუბრობ ხალხო, არა. ჩემზე არ ვსაუბრობ, მე ჩემი აზრი მაქვს, მე ჩემი გამოცდილებაც დავარქვათ მაქვს, ჩემ თავზე სანამ ჩემ თავზე გამოცდილება დედაჩემის და რის თქმა მინდა, ჩემთვის ონკოლოგიასთან მიმართებაში ძალიან ჩემი აზრია და ძალიან მყარათა ვარ სასწრაფო ჩარევაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც რა თქმა უნდა რამე ცუდია. დედაჩემს ჰქონდა წლები ჰქონდა ჯირკვალი, სანამ პირველ ოპერაციას გაიკეთებდა, ნათქვამი მაქვს მადიჩთან დადიოდა და სულ ეუბნებოდა მადიჩი, სანამ მკერდი ფორმას არ შეიცვლის. კეთილთვისებიანი უბრალოდ დარჩა კვანძები, რა ვიცი, მშობიარობის მერე მკერდი, როგორ ვთქვა, რომ ძუძუს გვაწოვებდა, რა ვიცი, ახლა აღარ მომდოდი სიტყვები, ხო და ხორჩება კვანძები თუ რაღაცები, ჯირკვლები, კვანძები არა, ჯირკვლები, ხო და ეგ იყო და აკონტროლებდა და ყოველთვის ეუბნებოდა ექიმი, რომ როგორც კი მკერდი ფორმა შეიცვლის. და დედაჩემს რა შეიცვალა, იცით? აი, აქ გვერდში, აი ასე ამ ხელით თითის დადებაზე შიგნით შეიწია მკერდმა. ოდნავ გაჩნდა ღრმული. მე იმდენად უცებ ვიპოვე, რომ არაფერი არ შეცვლილა და არაფერი არ ყოფილა, მაგრამ დედაჩემს მასე მოუხდა. და ეგ როგორც კი შეეცვალა, მაშინვე წავიდა და მაშინვე ოპერაცია, არც სტადია არ ჰქონდა, არაფერი მაშინვე დაიქონდა მოკვეთეს. არ იყო თვისებიანი პირველი მკერდი, ხო და რის თქმა მინდა, თუნდაც იყოს კეთილთვისებიანი, ყავს მე სხვა ახლობელი, რომელმაც იმკურნალა. ეხლა მისმენს და თვითონ არ მისმენს, მაგრამ იმის ახლობელი მისმენს და მიხვდება, რასაც ვსაუბრობ, მკურნალობა რო გინდათ, რა თქმა უნდა, ეგეც ალბათ შეიძლება. თურქეთში იმკურნალა, ეს რა თქმა უნდა ისევ სახს თანხებთან არის და აზბასთან და იმასთან არის ყველაფერი დაკავშირებული ამოხერ ეხანდელ დროში. ხო და იმკურნალა და არ დაჭირდა ოპერაცია და ექვემდებარა და კარგი მდგომარეობა აქვს და რა თქმა უნდა ესეთი შემთხვევები არის. მაგრამ ჩემთვის მე პირადად, ჩემი აზრი, მე ეხლაც მაგალითად ექიმამ მკითხა, გინდა რომ ნაწილობრივ ამოვკვეთოთ და მკერდი შევინარჩუნოთ. აბა, მე ვთხარი არაფრის დიდებით, თლიანი. არც კი გავიფიქრებ და არც კი გავრისკავ რის გულისთვის, ხალხო. მეტყობა რა, არის ორივე აქა. რაც მინდა, არანაირად იმას არ გავრისკავდი, იმიტომ რომ შეიძლებოდა რავი დარჩენილიყო და რა ჯანდაბად მინდა, რო ახალგაზრდა გოგო ხარ და კი, როგორ არა. მაგრამ ჩემთვის ახლა უკვე ამასაკში და რა ჯანდაბად მინდოდა, ხო და იმის თქმა მინდა, რომ თუ ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ, თუ ვინიცობა, ვინმეს ნებისმიერ თქვენგანს რამე შეეპარა ეჭვი, რამე აღმოაჩინა, როგორც მე ვიპოვე კვანძები ჩემით და მაშინვე მისვლა და მაშინვე იმის გაკეთება, რასაც ექიმი გეტყვის. ექიმს რა თქმა უნდა ენდობოდე და უნდა იცოდე ვისთან მიდიხარ, ხო სწორია, მაგრამ ის რომ თუ გეტყვის, რომ საოპერაციოა აუცილებლად უნდა გაიკეთო და არ უნდა დაიწყოთ იმის წებდა, რომ მოდი ჯერ ვიმკურნალო, იმიტომ რომ ამოხერ დაავადებაზე ყოველთვის დრო მუშაობს ხალხო. ყველას მე მგონი ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვანაირად უმკლადება, იმიტომ რომ ყველას ორგანიზმი სხვადასხვანაირად იბრძვის, მაგრამ ერთი დანამდვილებით ყველას ერთი არის, რომ
დრო მუშაობს და დროის დაკარგვა არ შეიძლება. აი ეხლა ის ბიჭი გუში რო გეუბნებოდით, ეხლა საფრანგეთშია მეთქი, რომ 2 წელი დამაკარგვინეს საქართველოშიო. ვინიც ის ეგ 2 წლის წინ რო სწორი მკურნალობა, სწორი ქიმიები, სწორი ასე ვთქვათ, ჩარევა მომხდარიყო, ეხლა ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა ალბათ ეგ ბიჭი. რაც ნახოთ, ჯერ კიდე ძალიანაც იმედია და ეშველება. ხო და იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმე მისმენთ ხალხო, მე გული მიკუდება მასეთ კომენტარს რომ წავიკითხავ, რომ 1 წლის წინ უნდა ვირსულიყავი, ექიმა დამიბარა და არ მივედი. არ შეიძლება ხალხო. იცით რა არის? მე რომ მე ჩემეც რომ დამემალა, მეც დავიკიდებდი, სულ არ მენახულება, მაგრამ გარშემო მყოფებზე იფიქრეთ. ის რომ არ მინდა შევაწუხო ჩემიანი და არ წავალ ექიმთან არ არის სწორი, იმიტომ რომ მერე ვაი და ღმერთმა კარგად გამყოფოს. ვაი და რამე გართულდეს, ხო უფრო ძალიან შევაწუხებთ იმ ჩვენ ახლობლებს, ხო? ეხლა მე რო უცებ გავიკეთე ოპერაციებს, შევაწუხეთ ჩემი ქმარი ანალიზებზე, დავდიოდით ოპერაციაზე, დავწექი, გამოვედი 3 დღეში, 1 თვე კიდე წინ და უკან დავდიოდით, დრენაჟი მქონდა, 1-2 თვე შევაწუხე, ხო, მაგრამ იმის მერე ეხლა 2 წელი ხო გავიდა, რომ არაფრად კარგად ავარ და ცოცხალი ვარ და საღათა ვარ და თუ არა ვინც ის რა იქნებოდა. ხო და ის თქვენი გადასაწყვეტია, რას გაიკეთებთ, როგორ გაიკეთებთ, მაგრამ აუცილებლად დროით არ გადადოთ ყურადღებით, ვიყოთ და თუ კიდევ ღმერთმა ყველა საშოროს და სულ იმას ვამბობ, მთელი გულით ღმერთო ნეტა მე ვიყო ბოლო და უკანასკნელი და ან სუნურავის ნუ ექნება და ყველა მე მომცეს, რაც ცუდი არის მეთქი. სულ ვამბობ. ხო და ასე რომ მაგრად უნდა ვიყოთ. შიშები არაფერი, სიკვდილის შიში. ხო, ეხლა 1-2 სიტყვები უნდა ვთქვათ, რომ არის ეგეც სიკვდილის შიში მაქვს და სიკვდილის შიში რო გაქვს და ექიმებთან დარბი ხარ. სოფო. შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია და ღრეჯილობაო. ამაზე მეტი რაღა უნდა გქონდეს ერს დატოვებული ამაზე მაგარი სიტყვები. ამას თუთაშხიაში ხო გახსოვთ თქვენ რომ მე შიშსო ძლიეო და როგორ შიშსა ძლიეთო? რის შიში დაძლიეთო და შიში ერთი არსებობს მარტოო. შიში არისო სიკვდილის შიშიო, რომელიც თუ დაძლევო, მერე შიში არ აგაქო. ხო და მე აი ეგეთი ადამიანი ვარ, ეგეთ რამეს ხო თავში ჩავიწეწკავ ხოლმე და მერე სულ ხო ვიბეორებ მაგას. ხო და აი მასეთი ფრაზები გენიალური ადამიანები იყვნენ, მასეთ სიტყვებს ვინც ამბობდა და ვინც დაგვიტოვა მერე რა, რომ ლიტერატურა არის, ლიტერატურა არის თუ არის, ხო? ხო და რატო უნდა გქონდეს სიკვდილის შიში, ხალხო? ცოტა სიკვდილის შიში როგორც შეუცნობლისა, ყველას აქვს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორია, როგორ არის, როგორ გადადიხარ, როგორ გადმოდიხარ, გავიგეთ, ყველას აქვს ეგ ივისი, რომ სიტყვაზე ოთახი უნდა შეაღო და არ იცი შიგნით რა დაგხვდება, ცოტა მაგისი შიში ხო ყოველთვის არის, ნუ რა არის, გააქვს ინტერესი შიში, ეს ყველაფერი, ბევრი ემოციები ერთმანეთში ერეული, მაგრამ ის რომ ვიცით რომ გარდაუვალია, ის რომ ვიცით რომ ყველას თავს არის, ერთადერთი რაც მდიდარს ღარიბს არ არჩევს და არავის არ არჩევს, ხო? ის რომ ვიცით რომ ღმერთი გვწამს და ვამბობთ რომ ღმერთი გვწამს და ამ დროს ვამბობთ რომ არის ქვეყნიური ცხოვრება და ცხონება, სიკვდილის შიში რატო უნდა გქონდეს? ეგ უნდა დაძლიო პირველ რიგში და მერე რა თუ მოვკვდებით და მერე რა? აი რა? დატკბი ყოველ დღე ცხოვრებით. დატკბი.
ყოველდღე გაახილი თვალები დაინახე შუქი მზე თუ არ არის შუქი ხვარი ჰაერი ხვარი რა ვიცი ფოთლები შრიალებენ ნიავი უბერავს ამას ის რიტორიკულად კი არ ვამბობ ჩემი თავიდან ჩემი გულიდან ყოველდღე ესე ცოცხლობ და ცხოვრობ ყოველდღე საღამოთი რომ გავდივართ გავისერდით ზღვას ვუყურებ სიამოვნებს მე კი არ ვამბობ ეხლა ვაიმე ყოველდღე გავხედავ ღრუბლებს ვუყურებ და ისეთი ლამაზია რაღაცა მომეწონება ვეძებ რაღაცა ფიგურებს თქვენ ახლა შეიძლება ზოგმა თქვას ამან კარგად გაუბერაო არ გამიბერია არა ძალიან სწორედ ჭკვაზე ვარ ვაიმე ისეთ საღჭკვაზე ვარ რომ მე მგონი არადროს მომწონს რაღაცა ლამაზ დავინახავ ლამაზ ყვავის ჩემფარსაც ვეუბნები ამ ყველაფრით ტკბები რამე ზინზილ პიპილას რაღაცას ვიყიდი მიხარია ო ეგეც ერთი თერაპია მაგ თქვენ რა გგონიათ წუხელ ერთი ბეჭედი ვიყიდებარ და ყველაფერი ამაცალეს ხვიწინ ვერ ვასწრებდი ყიდვას ონლაინ წუხელ როგორ რო იტყვით TikTok-ზე და ამაღამ ველოდები ამაღამ უნდა მივამატო ვაიმე გულის სახით ველოდები რამდენი იქნება მექნება გასაგზავნი ფული არ ვიცი იმიტომ რომ ძალიან ბევრია ხო და ამაღამ ველოდები დღეს საღამოთი თქვა რომ ისაო რა ქვია საყურეებით დავიწყებო ხვალეო და დღეს რა და 9 საათზე რთავს საქართველოს დროით და საყურეებით დავიწყებო და მე მივწერე კომენტარებში რომ ყოველდღე მასი ამბობ და მე მოდიხარ და საათებით იწყებ მეთქი და მე საათი აღარ მინდა იმიტომ რომ ერთი ახლა ლურჯი ხო უნდა ჩამომივიდეს იქადერ ჯერ ვიყიდე იმის გადახდილი მაქვს ხო და ვაიმე საათებია ხალხო ეს არ არის საათები ეს არის ჩვეულებრივი სამკაულები ისეთი ლამაზებია აი ვერ არჩე ხო და საათებს 1-2 საათს მერე ზამთრის მერე ვიყიდი ხო და ეხა დღეს საღამოზე არა ველოდები ჩავთავ ვაჰა პიცერიაში აღარ მივდივარ თავისუფალი ვარ შეგაიხარე დანიელ რო არ მივდივარ შეგე რა კარგად მობრუნდა აი უნდა დაიჭირო მომენტი რომ რა კარგია რომ აღარ მივდივარ ეხა ზოგი გამწარდებოდა აი მე დღეს საღამოთი სასეირნოთ არ გავედით ეხა შიშით მიყურებდა ჩემი ქმარი აი ზოგი ქალი დაიმარცხებდა იმას კნესას და იმას რომ არიქა მე ისა მქონდა გადაწყვეტილი და იქ მივდიოდი რესტორანში აი დარდი კიდე რა მერე რა სულ არა მაქვს არაფერს მასეთ რამეს საერთოდ გულზე არ ვახდე ხო და ეხა საღამოზე იქნება 1-2-3 კიდე საყურე შემეტენოს და რო ჩამოვა როგორ გამიხარდება გული გამიხარდება ხო და ასე ზოგისთვის რა არის თერაპია ზოგისთვის რა ასე რომ უნდა იპოვო ჩაეჭიდო რაღაცას ეხლა იტყვით სად არის იმის ფული მესმის როცა ფული არ არის სხვა რამე გასართობ როცა ფული არ მქონდა ვიჯექი და ვქარგავდი თქვენ რა იცით თქვენ კიდე არ იცით იმდენი ალბათ არ მომიყოლია და არ იცით მე პაპა რო დამეღუპა პაპა დედაჩემ ესეთი ნუ ეხლა დედაჩემის სიკვდილს არ ვამბობ მაგრამ პაპა რო იქ ვიყავი პაპა ბებოსთან ვიძინებდი და რო დამეღუპა საღამოთი ნარდი ვითამაშეთ საათები ვითამაშობდით ხოლმე ნარდს და შუაღამეზე გაგვაღუდა 3 იყო ინფარქტმა დაარტყა და დილით გათავდა კაცს დილის 7-ისკენ რა ხო და იმდენად ცუდად ვიყავი რომ 6 თვე საიდანმე რომ სიცილის ხმა გამეგო მე ჩემს გაცინებაზე ხო ეხლა წარმოვიდგინეთ მე და საიდანმე რომ კორპუსში ვიყავ ცხოვრობდით მაშინ და სიცილის ხმას რო გავიგებდი აი მე ვამბობდი ხალხი იცინის მეთქი აი რა წუხდებოდი ხო და ვიჯექი და ან ყაის დაღით ავქსოვდი ან ავქარგავდი თელი რა ვიცი ივნისი იყო თუ რათო იყო ხალხო ჟილეტი მეცვა თბილად მეცვა რათ მეცვა თბილად შავები გვეცვა ყველამ შავები ხო და იმის თქმა მინდა რომ ფული არ არის რომ სიტყვაზე ვიღაცამ ნერვები გადააყოლოს მესმის სხვა რამე უნდა გამონახოთ 1000 რამე გამიკეთებია ვიჯექი და მძივებს ვაწყობდი ვიჯექი და იმებს ძივების ასაწყობი როცა არ მქონდა მე გეტყვით სიმართლეს ხალხო ზოგმა შეიძლება თქვა რა ყველაფერი შენ გამოგიბლიაო რა ვიცი არ ვიცი
აი ესეთი ცხოვრება მქონდა და მე მიყურებენ ის ადამიანები, ვინც იქიდანავე მიცნობენ და ტყუილს ვერ ვიტყვი ნამდვილად და არ ვიტყვი, ხო? ვიჯექიდან ბულავკებს ვაკეთებდი, ბულავკებს. ცოტა მძივების რასაც ვიპოვიდი, ჩვეულებრივი ბულავკა რო არის, თავს მოვაგლეჯავდი, მე იმას მოუყუნავდი და ავასხავდი ხოლმე ნაირ რაღაცას და იმის ბულავკებს ვაკეთებდი და ვერთობოდი. მე იყო და აი ვერა ვიცი რა გითხრათ, სუფრებს ავკერავდი სახლის რაღაცას ვიპოვიდი, მაშინ კიდე ბურდა იყო, ჟურნალი ბურდა, როდინდელს ვამბობ. ხო და შევკერე ისა შუაში თეთრი უნდა ყოფილიყო, დედაჩემის კაბა დავჭერი. ლურჯი კლეჩიტი მინდოდა, რუში უნდა ყოფილიყო, ლურჯი კლეჩიტი და ყველა მხარეს აქ ჯიბე ქონდა. იმ რუშზე ქონდა თეთრი ჯიბე. ვაიმე ისეთი ლამაზი სუფრა შევკერე რა გითხრათ. აი ესეთი რამეებით ვიყავი სულ. მერე რა დიდი რამე ჩვენ აქ ქონდა ისა დგამავეჯი არა? ერთხარ ეს რა ქვია, სერვანტი და წიგნების კარად იდგა, მეორე მხარეს დივაკრისლები. ყოველ თვე და ყოველ მეორე კვირა ამას იქითა კედელთან გადავიტანდი, იმას იქითა კედელთან გადმოვიტანდი. თავარბეინებდი აღმადაღმა. მე ლოჯის კენკარები გადავკეტე, იქ ჩავდგი დივანი. აი ეგეთი რამეები მთელი ცხოვრება ვიხალისებ და ვიფერადებ ჩემ ყოფას. არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ერთი და იგივე არ უნდათ არაფრის შეცვლა, არ უნდათ არაფრის, რა ვიცი რა, არიან ესეთი. ხო და იმის თქმა მინდა, რომ უნდა იპოვო ის, რაც გადაგატანინებს ყურადღებას. ზოგი ექიმი ეუბნება გადმოყარე კარადა და ახლიდან დაალაგე. მე ოღონდ მაგას ნუ მეტყვი და მართლა ნევროზი დამემართება ყოველ განერვიულებულზე რომ კარადა გადმოვყაროთ და დავალაგო. ხო გავგიჟდი? არა, არ მეყვარს. რას ლაპარაკო? ბოლოს აი გაზაფხულზე დავალაგეთ კარადა იგოგოსთან ერთად. ჩემი დამხმარე რო არის. ეხა შაბათს მოვა მეშველება. ხო და ეგრე. თქვენ რა გონიათ ეხლა რაც ჩამოვედი და რაც ის გოგო არ მოდის სახსა რო ალაგე, ყოველ დღეც ვალაგე. ყოველ დღეც ვუვლი. ყოველ დღეც ვატარებ მტვერსასრუთს და ეს აბა იმაში ხوار ჩავჭდები. დაგავშე. იადგები იგრე კარგად ავხეხავ რომ იმდენი ხეხე დილას გაზი და ისე ერთი მანიკური არ შემჭა. არ გეგონოთ მე ის ქალი რომ აი დადიან და გაწუწული ხელები დაიგრე და იქნევენ. არა გენაცვალი არა. არა ვარ მე ეგა. ხო და ეგრე აი სულ მიკვირს წყალს რო გადაივლებენ ხელებზე. და გამოვლენ და დადიან მერე და ეს წუწები იატაკზე რო ეცემა. არცა წმენდავე რა არ ვიცი არ ვიცი ხალხო რა მე ვარ ეთქობა. აი კიდე ერთი ნევროზი რა არის. ინდა ეგ არის. მე მით უმეტეს რომ საფენი მაქვს მთლიანი მასე. გაზი და რაკოვინა სადაც არის იმის წინ გრძელი საფენი მაქვს სამზარეულოში და კიდაც სიტყვაზე ხელები გამოვწიო, ის წინწკლები იატაკს არ დაეცემა, მაგრამ მაინც ვერ ვიტან ეგრე, რა ვიცი, რანაირად იქნევენ ხელებზე ეგრე ვერ ვხვდები. რა ვხვდები და რა ვქნა. ხო და მოკლედ მოვედი ეგრე თქვენთან და მოვალ ხოლმე 15-20 წუთი, მეთქი 9 საათი ვიდეოს ჩავწერ და მე დავჯდები და გამეჭიმება ხოლმე. მაპატიეთ კიდე ამდენი რახრახი, ამ თემაზე ძალიან ვეცდები რომ აღარ უბრალოდ კომენტარები რომ დავინახე, არაფრის დიდებით არ შემეძლო რომ არ მეპასუხა, იმიტომ რომ ხალხო, ვინც ეს უაზრო და გადაჭარბებული ექიმებთან სირბილი არა, მაგრამ თუ გავიგებთ დიაგნოზი გვაქვს, თუ რამე ეჭვი გვაქვს რამესთან დაკავშირებით და არ მივხედავთ და არ მივალთ ექიმთან, იმიტომ რომ ექიმა დამიბარა და არ მივედი ერთი წელი, ეგ არის ძალიან ცუდი მოპყრობა პირველ რიგში თქვენ გარშემომყოფების მიმართ. არ გეგონოთ რომ მაგით კარგს უკეთებთ თქვენ ახლობლებს. არა, მე განვიხილავ ყველანაირ ვარიანტს და პირველ რიგში გეუბნებით რომ დროული მიხედვა, ის ცოტა დროის დაკარგვა, ის ცოტა შეწუხება სჯობს, რომ მერე წლები და მთელი სიცოცხლე ისევ იმ თქვენ ახლობლებს მოემსახუროთ და კარგად იყოთ. დაფიქრდით.
ვფიქრობ, რომ სწორედ გადმოვეცი, რაც მინდოდა რომ მეთქვა. ხო და წავალე ხა მე და არ მიყვარს რჩევების მიცემა, თქვენ ხო იცით რჩევებს ხო მაინც ყველა მე თავისებურად წყვეტავს, მაგრამ ერთს აქ გთხოვთ მარტო უბრალოდ რომ დაფიქრება ვისწავლოთ, ჩვენ თავთან საუბარი და გაანალიზება. ყველაფერს სჭირდება ანალიზი. ანუ ეს რატო, რა აქ ამას დადებითი მხარე, რა აქ უარყოფითი, როგორა ჯოფია. არა ის, როგორც მე მინდა და მე მაწყობს, არა, საქმეს როგორ წაადგენ. აი ეგრო ვისწავლოთ, ხო? ძალიან გასწორდება ცხოვრება. და არა ის, რომ ვაიმე ახლა კიდე არიქა, აი ფული შემოვა და ეს რიტუალი გააკეთეთ და აი ჯანმრთელობაზე ეს გააკეთეთ და ვაიმე მასეთ რამეები ასკროლეთ, ნუ დაწერთ, ნურც ამინებს, ნურც თქვენ მონაცემებს, ნუ რაფერს, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი საიდან მოდის და რას ემსახურება არ ვიცით და დაანებეთ მაგერებს თავი, იცხოვრეთ თქვენ ღმერთთან, თქვენ რწმენასთან, თქვენ თავთან და ძალიან იოლდება მერე ცხოვრება. ოღონდ მართ. იოლდება იმ ხრივ, რომ ცუდი არავისთვის არ გინდა, არავისი არ იბოხმები, და სულიერად ხარ კარგად. ცუდს არ მოელოდები, არა ფიქრობ ცუდზე. და იმას ახლა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ხალხო, 1-11 გაცვია, 2-11 რა შეჭამ, რას და არაფერი არაფერს წეღან სადილზე შევჭამე, განა არა გვაქვს არაფერი და განა ვერ ვიყიდი და ვერ შევჭამ, თუ არა მაცივარშიც აგდია რაც გინდა მოიკითხე ყველაფერია, მაგრამ ჩავთვალე რომ უკეთესი იყო ჩემთვის მეჭამა და მოხარშული ლობიო, უბრალოდ მოხარშული ლობიო, არაფრის მარილის ყალში მოხარშული, შეუნელებელი ლობიო ვჭამე. მერე ცოტა სუში, რამდენიმე ცალი სუში, აღარ მესიამოვნა და ესა რა ქვია, ცოტა სოკო. და მერე მომშივდა, რვავდექი ძილი და რვავდექი მშიოდა და მოხარშული კარტოფილი, რომელიც გუშინ შეიწვა, ანუ მოსახარშოდ დავდგი, წავედი, დამავიწყდა, რომ მოვედი იყო კანიანა შემწვარი. ხო და კარგი გემო ქონდა რა. მთლა არ დანახშირდა. ძალიან დაბალზე მედგა, ხო და ის კარტოფილი, მოხარშული, ორი საშუალო, ეს ყველი და ერთი რამდენიმე კიტრის ნაჭერი, რა ვიცი რა ის იყო. ეგ შევჭა. არა აქ მაგას ნიშნულობა ეხა ვინ რას აჭამს და არიქა ძვირფას შეჭამს და არიქა იმას ესაკე არა აქ ხალხო. თავარია გემრიელად მიირთვა, ანუ გესიამოვნოს, ცუდად ნუ იქნები. თავარია გემო ჩააყოლო, თორემ განარჩენს არა აქ არაფერს მნიშვნელობა. არა, დამიჯერეთ. ხანდახან მოგინდება რაღაცა გიჟივით, მინდა ხინკალი. რამდენი ხანია გიჟივით, მინდა ხინკალი, აი გიჟივით. გავაკეთე ხინკლის გულში, სანამ წავიდოდით და ვერ გავაკეთე ხინკალი, არა მქონდათ რომ რაც ჩამოვედით, რავი, ვერ ვახერხებ. დრო არ ამაქვს ტყუილნა თქვამია. ხან რაღაცა ისეთი, ხან რავი, არ ვიცი რა, ვერ გეტყვით. ხო ხდება ეგ. ხან დამავიწყდება მეორე დღესთვის გამოვიღო რომ გაყინული მაქვს. როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ ყინავენ, რესტორნები ყინავენ ხოლმე იმას, ხინკლის გულს. ხო და ძალიან მინდა ხინკალი. მაგრამ სურვილსაც ავისრულებ. არც მაგას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ის რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან ცუდად ვიყავ. არ ვიცი ხალხო, ჰაერში რას უშვებენ, რა უბედურებაა, დრო და დრო, ყველა ერთი და იგივე სიმპტომებს რატო ამბობს? აი მაგაზე ვგიჟდები და აი ყველაფერი რო აქ ტკივდება, აი ყველა სახს არ იგტკივა. არ ვიცი ეს ძალიან ცხელოდა და მე აგრილდა, რა იყო და ის მოგვივიდა, რა არ ვიცი და აი ცუდად
ნიშანდობლივად რომ ვერ იტყვი რა გტკივა, მაგრამ თლიანობაში რომ დანგრეული გაქვს. მე თქვი კაცო ხა, აი ამან უნდა მაჯობოს მე ეხალაც დამიჭერს. ხო და ავდექი და ერთი სადილის გუშინწინებში აღარ მახსოვს რა ამ დღეებში ერთი გამაყუჩებელი დავლიე. გამაყუჩებელი ვინც აქ ახართ თუ იცნობთ აულინი. ანუ ანტიინფლამატორიო ანთების საწინააღმდეგო გამაყუჩებელია რა მარტო ოკი და ეგეთ რამებს არ ვეკარები არა მშვენის არ ვეკარები რა ხო და აულინი დავლიე ეს ორი დღე დავქრივარ გენაცვალე დავქრივარ და საქმესაც ვაკეთებ იმასაც ვაკეთებ ამასაც ვაკეთებ კიდეც დავდივარ კარგად გამართული და ყველაფერი მომიხსნა ყველა ის სიმპტომები რაც მაწუხებდა და ის ეხლა ჩემი ქმარი ჩიოდა დღეს დანა ვაიმე ყველაფერი მტკივა ვაიმე ერთხელ აბა მოდის ერთი კარგად ისადილე გადაჰკარი ერთი ცალი ისა მეთქი პაკეტებში დალია დაფრინო ჩიტივით ერთი კვირა მაინც კარგად ვიქნებით რა ვქნათ ხალხო ისეთი საუკუნეა წამლის გარეშე ვერ იქნები ეხლა რომ ვიღაცამ თავი მოიკლას წამალი არ მოყვარს არც მე არ მოყვარს მაგრამ რავი ინდაურივითა ყლაპა მთელი დღე ხო და ყვარებაზე არ არის საჭიროება რას ვისაუბრებ ხან კარგად ავდგები ერთი დღე ხან ვერ ავდგები კარგად ხან ჩემ თავს შემოუძახებ ხან დილიდან სიმღერას დავწყებ სიმღერა ეხლა ის კი არა რომ ჰა იმებს ავღეროდე არა რაღაცებს წავიღინებ სასაცილოებს ყდება ხოლმე ინოჩენტე ისა იტალიური სიმღერა არის oi vita mia ხოდა მაგას რო დავიწყებ უკვე იცის რომ რაღაცა ვერა მაგ კარგად ვაი ჩემო ცხოვრება ეგეთი ის არის რა რაღაცაა და სიყვარულზეა სხვათა შორის სიმღერა რომანულია და მოდი დავიწყებ ხოლმე მაგ სიმღერას და ახარხარდება ინოჩენტე გადამედება ხოლმე მეც და გამოწურებით ხოლმე ცუდი ხასიათიდან მეტი რაღაცა ვაბრუნე კარგი მხრიდან და ეგრე თქვენ მე მამხნევებთ მიდგეხართ მხარში და გვერდში მე თქვენ შემოგიძახებთ და ასე გავიყვანთ და ასე გავატარებთ ამ ცხოვრებას ის რომ სიკვდილი მაგაზე დიდი სისულელი არაფერი არ არის ხალხო რომ სიკვდილის შიში გქონდეს მაგაზე დიდი სისულელი აი სრული აბსურდია და გეხვეწები აი ძალიან გეხვეწები აი ძალიან აქ თხოვრო შენ თავს ესაუბრე ეგ არის ძალიან დიდი აი უნდა შეარცხნო შენი თავი რომ როგორ შეიძლება ამისი შიში და მთავარი ის არის რომ აღიარე არ არის პრობლემა ყველა უნდა მოკვდეს მერე რა და რომ მოუკვდებით და აღარ ვიქნებით მერე რა მოხდა ჩვენზე კარგი აღარავინ მოკვდა თუ მორჭა და ეგ არის და არა ხალხო ეგ არის ძალიან ცუდი რამე აი ცუდი რამე შიში არაფრის არ უნდა გქონდეს იმიტომ რომ რაც მოსასვლელია მოვა რასაც ეშველება და საშველი აქვს ეშველება და უშველით ღმერთის მადლით და გვერდში დგომით რასაც არ ეშველება იმაზე ნერვიულობა ხო საერთოდ არ აღებს იმიტომ რომ ვერაფერს ვერ უშველებ და აქედან გამომდინარე საღგონებას უნდა მოვუხმოთ და ჩვენ თავს უნდა უთხრათ რანაირად ახარ ასე რომ საღიაზროვნება არ შეგიძლია ტკივილის არ უნდა შეგეშინდეს რამე რო გეტკინოს მაგისი არ უნდა შეგეშინდეს მე ხლა მეცა აი ამებს რომ მაჭრიდნენ კოჟოჟოებს არა ორი ექიმი ერთად ამუშაობდა და მესამე ვინც უყურებდა და ეხმარებოდა მითხრა ბალადე სენიორაო რავაო როგორ უნდა სკენი რომ ორივე ჭრიდნენ ორივე კერავდნენ ხეკავდნენ და მთელი ამბები წანაზარდები რო არა ცხინგროვებით რაღაცა რა ეგა ხო და ეგენი რო ამოიჭერი და ხმა არ გამიღია და არაფერი არ მტკიოდა კი ადგილობრივი გაბუშება მაგრამ გადის ჯერ ერთი მალე მეორე სრული გაბუშება არ აქვს და როგორ ვთქვა ანესთეზია მაინც აგრძნობდა მით უმეტეს როცა კერავენ უკვე აღარ არის ისა გასულია და ისა ჩემ თავს შეუბნებოდ ნანა ტკივილი რა არის
ტკივილი შეგრძნებაა ჩვეულებრივად, უნდა გაუძლო. ყოველ წუთში თუ კარგია, თუ ცუდია, შენ თავს ესაუბრე რა. მარტო ის სტრაფარეტული ფრაზებით შენი თავი უნდა გიყვარდეს, შენი თავის მეგობარი უნდა იყოს, ეგეთი ისა ჰაერ სიტყვებს არ ვაღიარებ და არ ვარეკლამებ და აი უნდა დადგე და მოიზიდო ესეთი ენერგიები და უნდა არა. ყველაზე მაგარი არის განსჯა ის კი არა რომ ისა განიკითხვა არა, ცუდ სარჩოს ნუ დაუძებ. განსჯა, განხილვა და დაწევრება ნებისმიერი თემისა შენ თავთან. შენში რას უძლებ, რა არის სადამდე გეწყინა, რა შეიძლება რომ აპატიო, სადამდე შეიძლება რომ არ აპატიო, რა სადამდე შეიძლება რომ გეწყინოს, ან გეტკინოს, ან წახვიდე, ან ვიღაცას კარგი გაუკეთო, ეგ ყველაფერი. შენ თავთან ისაუბრე. ფსიქოლოგი რო გინდათ, საკუთარი თავზე მეტი ფსიქოლოგი რა გინდა? შენ თავს რო შენ იცნობ, ფსიქოლოგმა როგორც გინდა ამოგატრიალოს, მაინც არ ამოტრიალდები ისე. მაინც ვერ გაგიცნობს, როგორც შენ თავს იცნობ შენ თვითონ. ხოდა მიხედე რა. გაუბრაზდი შენ თავს, არ ცხენია, შეარცხინე, კარგი რა, როგორ შეიძლება ეს? მე რო აი დეპრესიები წამიღებს ხოლმე არა? ჩემ თავს ვეტყვი ხოლმე, ნანა, ხარად ცხენია, გარშემო ყველა კარგად აყავს. იმის გამო რომ შენ ახლა რაღაც ისა გაქვს და არ იქა შენ ისა გაქვს, ამის გამო როგორ შეიძლება რომ ცხვირი დაიშუბლო და ცუთხასიათზე იყო და დეპრესიაში ჩავარდე, არ შეიძლება. ჩემ თავს თქვენ რა გგონიათ ჩემთვის მე ადვილად მომდის ყველაფერი და მე კარგად ვარ და აი ხანდახან ჩემს ესე ეგონა ხოლმე რომ ეს არის ბუნებრივად ასე შეიქმნა და ასეთია და ნეტა შენ. და აი ამ ნეტა შენ როგორიც ვარ, ამის უკან დგა ყოველდღიური შრომა არა, ყოველდღიური ჩემი თავთან საუბარი და კონტროლი. სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ თუ ხარ მოაზროვნე ადამიანი, თუ არა და ცხოველები ვართ, რომელსაც აქვს მარტო ინსტინქტები და ჩვენ რადგან გვაქვს გონება და აზროვნება, უნდა გამოვიყენოთ და ჩავრთოთ საქმეში და ცხოვრებაში. და ურთიერთობებში კიდე. წავედი ხა. ძალიან შორს წავალმე თუ მეც ხوار გავაკეთო რამე კურსები თუ რა ქვია მაგას, მამან არ ვიცი ეგ სიტყვა დამავიწყდა, ფასიანებს რო აკეთებენ ხოლმე, ფასიანი, კერძო საუბრები ამდენი, ჯგუფური ამდენი, ცოტა ფულს კი მოუღუნავდი, ხო იცი? ვიშოვიდი, გამოვიმუშავებდი. მაწყენდა და ხარჯვა არ ვიცი თუ რა? მე რო ვიცი ხარჯვა ეგეთი უნდა. წავედი ხალხებო. რა კარგი კაბა მქონია კა. ერთი ეგარი სახელები აქვს ცოტა გძელი, მაგრამ არა უშ ავკეცავ. არა და მივაჭრი ჩემი საქმე ეგ არ არის. შვენიერი კაბა მქონია კა. ვიშ გენაცვათ. ვინი ცოტა ეგეთ საუბარი აღარ მახსოვს. ვიშ გენაცვათ არ მახსოვს. წავედი ხალხო, აი ყველას ძალიან დიდი გულით გეხვევით, გეფერებით და ყველას დიდი მადლობა და დანარჩენი კიდე თქვენიც ახლა. თქვენ თავთან ვამბობ, თქვენ თავთან საუბრები. წავედი, აბაჰე და აბახო ხალხი.